გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვიკრიბებით კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფი საქართველოს საზოგადოებრივი ანსამბლეის ფარგლებში. ჩვენ ვიმუშავებთ დღეს დეცენტრალიზაციის თემაზე. რა თქმა უნდა, არის ის შეკითხვა თუ რატომ აკეთებს საერთოდ კონსტიტუციის თემის განხილვას, რატომ არის ეს აქტიური თემა ამ ჯგუფში. და მე ვიყოდი იმას, რომ გასაგებია, რომ პროტესტი ბუჩაში, პროტესტი ყველგან სოციალ მედიაში, მაგრამ საჭიროა ასევე დაფიქრება იმაზე თუ როგორ საქართველოს გვინდა, როგორი მოწყობა უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფრის, როდესაც ამის დრო და ფანჯარა გაიხსნება. და სწორედ ამაზე მუშაობს ეს გუნდი, რომ ხვალ რომ მოგვეწეს სათამაშო ველი, რომ როგორ შეიძლება მოვაწყოთ ქვეყანა, რომ არ იყოს ამაზე შემდეგ ბევრი შეკითხვები და ურთიერთშეხლა შემოხლა. და ვფიქრობ ასევე, რომ სწორედ აი ამ ავტოკრატიული ციკლების, ამ დემოკრატიული უკუსვლების ციკლების მიზეზიც არის სწორედ ის, რომ ჩვენ ვერ ჩამოყალიბდით იმაში, თუ როგორი თამაშის წესები უნდა შეექმნათ იქ, სადაც სხვა პოლიტიკური აქტორები შემდეგ ითამაშებენ და არ გამოვა ისე, რომ წესების შემქმნელები და მოთამაშეებიც არიან ერთი და იგივე პიროვნებები და ამ შემთხვევაში რომ წარმოვიდგინოთ მაგალითად ფეხბურთის მოედანი და სადაც უმრავლესობა მოთამაშე მუშაობს, ისინი ადგენენ ასევე წესებს მათი მოწინააღმდეგების და თავის სასარგებლოდ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ამ თამაშის წესების თავიდანვე გადაცვლა და დათქმა, რომ აი ესე ვთამაშობთ და სწორედ ეს არის კონსტიტუცია, რომელზეც დგას სხვა დანარჩენი კანონები. დღევანდელი თემა, რასაც ჩვენ გავარჩევთ, ეს არის დეცენტრალიზაციის საკითხი. დეცენტრალიზაციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, და რა უნდა მეთქვა, რომ ეს ჯგუფი არის აბსოლუტურად აპარტიული, ყველა არავის არ ეხება არანაირი თანხა, სხვა ქვეყნი და სხვა ადგილიდან ვერთვებით ადამიანები, რომლებიც ამ საკითხით ვარ დაინტერესებული. კარგით. ეს დღევანდელი საკითხი ეხება დეცენტრალიზაციას. დეცენტრალიზაცია არის ძალიან საკონსულტო საკითხი, რაც ეხება დემოკრატიის მიტაცების, უცვლის ან ბექსლაიდინგის პრევენციას და წარმოიდგინეთ, რომ ერთი, ანუ ძალათა კონცენტრაცია, როცა არის ესეთი ტერმინი ნახმარი, აქ ყოველთვის ვამბობთ იმაზე, რომ მიმტაცებელი ცდილობს, რომ ერთგან მოდების წერტილი ერთგან მოაგროს და შემდეგ იქიდან მართოს ყველა ინსტიტუცია იქნება თუ ყველა მუნიციპალიტეტი იქნება მხარე და ასე შემდეგ. და ეს ბიუჯეტურად არის ერთად შეკრული და მოდების წერტილი ეხება ყველას და ყველაფერს. ამიტომ ამის ერთ-ერთი მკურნალობა არის დეცენტრალიზაცია, რომ იყოს დამოუკიდებელი ნაწილები, რაღაც იურიდიულ ჩარჩოში არსებული დამოუკიდებელი ნაწილები, როგორც არის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად ამერიკა, გერმანია, შვეიცარია და ამის მაგალითები უკვე ბევრი არსებობს, რომელიც წინ აღუდგება ერთ ასე თუ მეფის მიერ, მეფის მსგავსად მმართველობის წარმართვას. ამასობაში არ არის შეიძლება ეს დეცენტრალიზაცია მოხდეს უნიტარულ სახელმწიფოებში, ან რომელიც არის მთლიანად ასე ვთქვათ, სასალკე კონსტიტუცია აქვს თითოეულ მუნიციპალიტეტს, თითოეულ მხარეს, რეგიონს, არამედ აქვს ერთი კონსტიტუციის, ერთი ქოლგის ქვეშ მუშაობს ქვეყანა, მაგრამ მისათვის რომ მართლა ძლიერად გამყარდეს, რომელიც საქართველოს ძალიან ჭირდება იმ გეოგრაფიულ მდებარეობაში, სადაც საქართველოა დღეს, საჭიროა ჩემი აზრია ეს, საჭიროა რომ მოხდეს უფრო ფუნდამენტური დეცენტრალიზაცია, რომელიც გულისხმობს მხარეების ან რეგიონების ან მუნიციპალიტეტებისთვის ცალკე კონსტიტუციების შედგენას, რაც განაპირობებს იმას, რომ ცენტრშიც რომ მოხდეს მიტაცება ძალაუფლების შემდეგ ამისი ბერკეტი ვერ მოედება თვითონ შტატებს და კანტონებს და მუნიციპალიტეტებს ამ შემთხვევაში. რომელიც არის სწორედ იმის მიზეზი, თუ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად ამერიკა, შვეიცარია და ასე შემდეგ, რომ რატომ არის ძლიერი დემოკრატია, თუმცა ამის გამოწვევები ახლა ამ ავტოკრატიულ სენში, რომელიც შემოვიდა ესე ახალი COVID ვირუსივით დედამიწაზე, მოედო ეს სენი და საერთოდ ქვეყნების რაოდენობა აიკლებს, სადაც დემოკრატია მაღალი ხარისხით არის, ეს სანამ ამას გადავიტანთ, უნდა ვისწავლოთ თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ეს ყველაფერი. და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს ჩამოყალიბებული, ბარემ ისეთნაირად დავიწყოთ, რომელიც უფრო გამართული იქნება და არ მოგვიწევს ფუჭი სისტემის თავიდან გამოსწორება, რომელიც არსებულ დემოკრატიებს შეიძლება უფრო გაუჭირდეს, ვიდრე არ არსებულს, რომელიც ჩვენ გვაქვს.
აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაცია მოხდეს ისეთნაირად, რომელიც ერთი მხრივ იმ თემებს, რომლებიც ამ გეოგრაფიულ არეალში ცხოვრობენ, განიხორციელონ თავისი სურვილები და ეფექტიანად განახორციელონ ეს და არ იყვნენ ძალიან პატარები და მეორე მხრივ იყოს რაღაც იმ ხარისხის დანაწილება, რომელიც არ იქნება მაგალითად ორ ნაწილად გაყოფილი, როგორც რუსეთის იმპერიის პერიოდში იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო, თბილისი და ქუთაისი, არამედ იქნება უფრო მეტ ნაწილად დაყოფილი. შვეიცარიის მაგალითს თუ ავიღებთ, იქ არის 26 კანტონი, ხო, ესეა ზოსო. და აქ არის ტერიტორიულად საქართველოს დღევანდელი კილომეტრ ну რაც არის ხო ეს ტერიტორია კვადრატული კილომეტრების მიხედვით თუ მილების მიხედვით ავიღებთ იგივეა დაახლოებით დღევანდელი მეტნაკლები მაგრამ დაახლოებით იგივეა საერთოდ გაერთიანებული საქართველოს აფხაზეთის და ოსეთის ჩათვლით ფრინველის რეგიონის და ხო დიდი ვიდრე შვეიცარია. ასე რომ ის არგუმენტი რომ როგორ შეიძლება ახლა რომ თქვა თითოეულ მხარეს კონდეს თავისი კონსტიტუცია, თავისი მართლობა და ასე შემდეგ ეს ამის პრაქტიკა მშვენივრად არსებობს და ის შეცდომების არსებობს უკვე რაც მათ განიცადეს და რაზეც ცდილობენ რომ დღესაც გამოასწორონ. ასე რომ ჩვენ რო თავიდან არ დავუშვათ შეგვიძლია სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ. აქედან გამომდინარე ჩვენ გქონდა წინა შეხვედრებში საუბარი იმაზე რომ იქნება მოვარგოთ მოდელი ისეთნაირად იქნება მოვარგოთ ეს არსებული მუნიციპალიტეტები ამ მოდელს ამ ახალ მოდელს დეცენტრალიზაციის მოდელს რომ არ შევცვალოთ ეს მუნიციპალიტეტების დანაწილება როგორც არის დღესდღეობით ხო არ მომხდარა აი ამ მოდელის ხედვიდან გამომდინარე რომ მათ ექნებოდათ ამ დონის თავისუფლებები შესაბამისად ეს მოდელი ვერ თეორიულად შეიძლება ასრულებს მაგრამ ოპტიმალური შეიძლება არ იყოს ასევე შეკითხვა რომ მაშინ რეგიონები ხომ არ გავაკეთოთ და ასევე შეკითხვა თუ როგორ ცდილობდნენ ანუ ვინმეს ამაზე უფიქრია თავის დროზე და როგორ ცდილობდნენ ამის გადაწყვეტას და მადლობა სოსო თქვენ რომ წინა შეხვედრაზე ახსენეთ 1921 წელი და ის ნაწილი თუ როგორ შეიძლება ამისი გადალაგება რეგიონების კარგად ხო აი ამაზე ყველაზე მეტი ნაფიქრი იყო სწორედ აი ამ დროს მე ყოველ შემთხვევაში რაც მივაკვლიე და არ იყო თქვათ იმაზე გათვლილი რომ როგორ ვაკონტროლოთ ეს ტერიტორია არამედ იმაზე უფრო რომ როგორ იყოს ეფექტიანი და იმუშაოს დეცენტრალიზებულ სახელმწიფოს სახით დღეს მე წარმოგიდგენთ ორ ვარიანტს. ერთი არის ის ვარიანტი, როდესაც მუნიციპალიტეტების არსებულ განლაგებაში ვახორციელებთ დეცენტრალიზაციას და მეორე იქნება სხვა ვერსია, რომელსაც მე რაც დრო გადის უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ასე უნდა გავაკეთოთ და იმ ვერსიასაც შემოგთავაზებთ. დავიწყოთ ახლა აი ამ სკრინით და მიდასტურეთ რომ ხედავთ თქვენც და დავიწყოთ. ესე იგი, აქ არის ცენტრალური დონე, ეს არის ორად არის გაყოფილი ზევით თუ წავიკითხავთ, ეს არის ხალხის პალატა, შემდეგ არის მხარეთა პალატა, ჩვენ ადრე ამ ერთ-ერთ მოდელში განვიხილეთ, რომ ხალხის პალატა წარმოადგენს სხვა ამ მოდელში მუნიციპალიტეტების მიხედვით და მათი პოპულაციის მიხედვით შედგენილ 150-იან ასე ვთქვათ გუნდს. და ანუ თუ თბილისი არის დიდი, მას ეყოლება მეტი წარმოადგენელი და თუ თქვათ ლაგოდეხი არის პატარა, იქ იქნება თქვათ უფრო ნაკლები, ხო? და ეს მხარეთა პალატა კი არის წარმოადგენილი ორ-ორი წარმოადგენელი ყველა მუნიციპალიტეტიდან. აი ესეთი ფორმულა აქვს. შემდეგ არის საკანონმდებლო შექმნა მხარეში, მხარე უწოდე მე მუნიციპალიტეტს, იმიტომ რომ ეს საერთოდ შეცდომა მუნიციპალიტეტის დაძახება, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტი უფრო რაღაც პატარა დასახლებებს და ერთ ქალაქს ნიშნავს, ვიდრე რომ ასეთ რეგიონს.
და შეგვიძლია ამას მხარე უწოდოთ ან რეგიონი მაგალითად. და შემდეგ არის თემის საკანონმდებლო, თუ თემის საკანონმდებლოს ფორმირება როგორ ხდება და აი ამ ნაწილებს გავარჩევთ. მარცხენა მხარეს აქეთ არის ქალაქები და მუნიციპალიტეტები თავის სახელებით და პოპულაციით. ეხლა რაც შეეხება ამ მოდელში ხალხის პალატის ფორმირებას. ხალხის პალატა არის 150-იანი გუნდი და ამ გუნდში წარმომადგენლები ირჩევიან პროპორციულად. პროპორციულობა და მაჟორიტარიზმზე რაც შეეხება, მე ადრე ვფიქრობდი მაგალითად, რომ მაჟორიტარული წარმომადგენლობა ალბათ კარგია, მართლა წარმოადგენს რაღაც გუნდს და მათ არჩეული ყავთ პიროვნება ან პიროვნებები, რომლებიც შემდეგ მათ ინტერესებს განახორციელებენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ როდესაც საუბარია მიტაცების გზებზე და როდესაც საუბარია იმ გამოცდილებაზე, რაც სხვაგან არსებობს, მაჟორიტარული სისტემა არის უფრო ნაკლებად გამძლე, ვიდრე პროპორციული სისტემა. მაგრამ პროპორციული სისტემა არ უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ არ იცნობდე იმ ხალხს, რომელსაც ირჩევა. აი მაგალითად, თელს ტერიტორიაზე რო აკეთებ და უნდა აირჩიო 150 კაცი, შეიძლება 3-4 იცოდე და დანარჩენი ვინ არიან არ იცი. ამიტომ უნდა დაპატარავდეს ეს ასარჩევი რაოდენობა ადამიანების, ისევე როგორც არის სხვა ბევრ დეცენტრალიზებულ სახელმწიფოში და არ იყოს ძალიან დიდი ზღვა ადამიანების, რომელსაც მე არ ვიცნობ და პრინციპში არჩევანს არც მაძლევენ ესენი, ვაძლევ არჩევანს ან იდეოლოგიის მიხედვით და რომელიც უკვე არის პრობლემური. ჩემი აზრით. და ამიტომ აქ არის ასეთი სისტემა შემოთავაზებული, რომ პოპულაციის მიხედვით ხალხთა პალატაში პროპორციული წესით 1.200.000-დან ირჩევა 27 წარმომადგენელი. ეხლა ეს როგორ მივახცევთ ხო ამას, რომ ესე იგი ფორმულა აქვს ამ დეტალებში არ შევალ, მაგრამ ამ ფორმულის მიხედვით 27 და შემდეგ ნაშთი ხომ რჩება აქ, მაგალითად 3.9 რჩება აქ. აქ ვიღაცას 7 რჩება, ხო? და ამის მიხედვით, ნუ ამებს ვაშორებთ და შემდეგ ვამატებთ ყველაზე დიდ ნაშთიან მუნიციპალიტეტებს და ისინიც იღებენ ამ დარჩენილი ეს ხო ჩამოშორებული დალაგდება ასე და შემდეგ მათ ვამატებთ უფრო დიდ ნაშთიან დანარჩენ დარჩენილ ადგილებს, ვანაწილებთ ყველაზე დიდ ნაშთიანზე, მე ნაკლებ ნაშთიანზე და ასე შემდეგ და ამის მიხედვით გამოდის, ასე ვთქვათ, fair, ანუ შედარებით როგორ არის fair საქართველად სამართლიანი გადანაწილების სისტემა. და ეს შემდეგ საერთო ჯამში დალაგდება როგორც 150 წარმომადგენელი აქეთ. ეხლა აქეთ რა ხდება? მხარეთა უკაცრავად, აქ როგორ იყო, იცით? ერთი რაღაც ნიუანსი დამავიწყდა, რომ ერთი წარმომადგენელი ყველას ყავს მაინც იმის და მიუხედავად თუ რამდენი პოპულაცია აქვს. ანუ თავიდან ყველა იღებს ერთს, შემდეგ ეს 1 გამოაკლდება 150-ს და დანარჩენი ადგილები გადანაწილდება იმ სისტემით, რომელიც მე ავწერე. და საერთო ჯამში გამოდის ესე, რომ უმრავლესობას ყავს მაინც ორი წარმომადგენელი, თუმცა არის მთელი რიგი ნაწილები, რომელსაც ყავს მარტო ერთი წარმომადგენელი. აი მაგალითად ამათ ეგ როგორ გამოდის 48-დან 61-20 დაახლოებით აქ და ხო დაახლოებით 20 თუ 19 მე მგონი ყავს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ხალხთა პალატაში, იმიტომ რომ ისინი პოპულაციით არიან პატარა. ეს თავისთავად პრობლემას წარმოადგენს, გამოდის როგორც მაჟორიტარული სისტემა, იმისთვის რომ ხალხთა პალატაში იყოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. ნუ ამის ნაკლი ეს არის და მე ვეთანხმები ამ კრიტიკას. შემდეგი არის მხარეთა პალატა, ანუ ეს არის ორი წარმომადგენელი თითოეული მხარიდან, ეს ძალიან მარტივია, გასაგებია. და აქ თავდება, ასე ვთქვათ, კონგრესის შედგენა ნაციონალურ დონეზე. შემდეგი
შრე, ეს არის მხარი საკანონმდებლო, აქ არის ერთი პალატა, მსგავსად იმისა, თუ როგორ არის მაგალითად შვეიცარიაში უმრავლესობა კანტონები დაალაგებული და აქ არის sliding scale-ის სისტემა. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ პოპულაციის მიხედვით, რაც უფრო დიდია პოპულაცია, მით უფრო მეტი წარმომადგენელი ყავს მის საკანონმდებლო საკანონმდებლოში, ხო? და როგორ ხდება ეს? ანუ ერთი ვარიანტი რო თქვათ, რომ თუ პოპულაცია არის მაგალითად აქედან აქამდე, მაშინ იქნება რაღაცა რაოდენობა, იქიდან იქამდე თუ არის რაღაცა რაოდენობა, ეს არის ერთი მიდგომა, მაგრამ ეს გამოიწვევს იმას, რომ შეიძლება ერთი-ორი ადამიანი დაგემატოს ამ მხარეში და ამის გამო, რომ შენი რეესტრი გაიზარდა შენს მხარეში, გიწევს, რომ 10 ერთად დაამატო, ხო, შემდეგ არჩევნებზე და ესეთი step საფეხურებრივი, დიდ საფეხურებრივი აწევები რომ არ მოხდეს, ან სხვანაირად ამას ეწოდება cliff, ანუ ჩასავარდნები რომ არ მოხდეს, ხო? ანუ მაღალი აწევები, შემდეგ ამისთვის გამოიყენება ფორმულა. ფორმულა არის აი აქ, ამით თავს არ მოგაწყენთ, მაგრამ ისეთნაირად არის გადანაწილებული, რომ იწყება 25-ით, ანუ ყველას ყავს 25, რომელიც არის 8000-ზე მეტი პოპულაცია, იმით საგერი არის მაგალითად 8500 და ამაზე მეტი პოპულაცია ვისაც ყავს, მას ყავს საკანონმდებლოში 25 წარმომადგენელი. შემდეგ ფორმულის მიხედვით, თუ გაიზარდა პოპულაცია რაღაცას მიწვდა, შემდეგ ის ხდება 29, 31 და ასე შემდეგ. ეს კენტი რიცხვი აქ არ არის შემთხვევითი, ისეთნაირად არის ფორმულა დაალაგებული, რომ ყოველთვის მოგცეს რეზულტატი როგორც კენტი რიცხვი. და სხვათა შორის აქ გვაქვს ესეთი city councils, ანუ ქალაქის საკრებულოები, სადაც საკმაოდ დიდი ქალაქების საკრებულოებიც კი შეიძლება იყოს ასე თუ ისე მცირე რაოდენობით წარმოდგენილი. აი მაგალითად ერთი ქალაქი გვერდზე სადაც დიდი ხანი ცხოვრობდი, ჩესაპიკი, იქ არის 250,000 პოპულაცია, შეიძლება ხო უფრო გაიზარდა და ჩვენ ყავდა მაგალითად 9 წარმომადგენლის ამ city council-ში. ასე რომ არ არის აუცილებელი რომ ეს ციფრები ძალიან დიდი იყოს, მაგრამ ამაზე ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, მე ვსაუბრობ ეხლა უფრო დაბალ იმაზე, როდესაც მე ჩემი ადრინდელი ქალაქი ვახსენე, ეს არის თემის შრე, ანუ ყველა დაბალი შრე, მაგრამ მუნიციპალიტეტის პოპულაცია როგორც ხედავთ, აქ რაღაც 10,000-ია ლაპარაკი და მე ვსაუბრობდი ქალაქზე, რომელიც არის 250,000. კარგით. ეს სისტემა შემდეგ რომ გადავხედოთ, კუდები ზედა და ქვედა ნაწილი უნდა მას უნდა შევეხო. ეს არის როდესაც პოპულაცია არის ძალიან ცოტა და ეს პრობლემა აქვს აი ეს დღევანდელ მუნიციპალიტეტებს, რომ ზოგიერთი არის ძალიან პატარა. 8,000 კაცზე ქვევით რომ ცილდება, პრინციპში არ ხდება საჭირო იმისთვის, რომ გაკეთდეს ცალკე საკანონმდებლო რაღაც ესეთი სტრუქტურა. და საკანონმდებლოს წარმოადგენენ ასეთ დასახლებებში შვეიცარიაში, რომელიც არის რაღაც 8,000-ზე ნაკლები, წარმოადგენს ხოლმე კრება, ჩვეულებრივი ხალხის შეკრება და ასეთ კომუნებში, რომელიც არის პატარა და შვეიცარიის ძალიან დიდი ნაწილია ასეთი, ხალხი უბრალოდ ამ დადგმულ დროს იკრიბება და ხელის აწევით, ან ხმალის აწევით, ან ფარის აწევით მისცემენ ხმას, რომ ესა თუ ის კანონმდებლობა, რომელსაც ადგენს რამოდენიმე კაციანი მათი არჩეული ჯგუფი, მისცენ თუ არა ხმა, ანუ პირდაპირი ხმის მიცემა ხდება პოპულაციის მიერ და არა ირიბად წარმომადგენლების მიერ. და ეს არის ასე თქვათ პატარა ხალხის გუნდი, პატარა ხალხის არ არის, მაგრამ გუნდი იკრიბება, ეხლა მაგალითად რო ავიღოთ ლენტეხი არის 4,000 კაცი, ეს არის პოპულაცია, მაგრამ ხმის მიმცემი აქედან რაოდენობა იქნება ალბათ დაახლოებით 9,000, ოკეი? ან შეიძლება 2/13, მაგრამ 2/13-დან კიდევ რაღაცა მე-13 არ მოვა და შესაბამისად 50% არის, რომელიც რომ შეიძლება გამოჩნდეს ამ არჩევნებზე. ვასილ, ეს ქუჩის შეკრებები არის ხოლმე იქ ტრადიცია შვეიცარიაში და არის ხოლმე ძალიან კარგი საშუალება манипуляციის რა. ანუ როცა მეტყვი ჩავერთვები და კომენტარები მინდა და
როდის ჯობია პატარა რომ ეს დაამთავრებ მერე. ჩაიწერო რომ არ მოხდეს ლიანდაგებიდან გადასვლა იმისი, ხო? და აა პლუს მინუსები მე განვიხილოთ ამისი, მაგრამ ამ მოდელში ხო თუ პოპულაცია ცოტაა, იქნება საერთოდ არ გჭირდება წარმომადგენლობა, თუ იქნება წარმომადგენლობა იმათზე მოდების წერტილები, როგორი შეიძლება იყოს ასეთ პოპულაციებში, შეგვიძლია მე მაგაზიც ვიმშელოთ. ეხლა, როდესაც არის ძალიან დიდი ქალაქი, ხო, აი ზევით რო ავიდეთ აქ, მათი საკანონმდებლო როგორ უნდა იყოს მოწყობილი, ხო? ამ მოდელში, ამ ფორმულის მიხედვით ისეთნაირად არის, რომ 85-ზე არის გამაქსული, ანუ 85 საკანონმდებლო სტრუქტურას რომ ავიღებ, საკმაოდ დიდია და რაღაცას 100.000 რო აჭარბებს, 100.000-მდე რო ადის, შემდეგ 85-ზე ჩერდება. რო გაჩერდება შემდეგ, შეგვიძლია შემდეგ ან ეს დავტოვოთ ასე, indefinitely, ან თბილისის შემთხვევაში მაქვს აღებული 125, ანუ 1 მილიონს თუ გადააჭარბა, მაშინ არის 125 და ეს ციფრიც არის გაყინული ამ მოდელში. და ისევ არის კენტი რიცხვი. შემდეგ ოლქებს რაც შეეხება, ეს ოლქებიც უნდა იყოს იმის შესაბამისი თუ რამდენი კანდიდატი ყავს ასარჩევი და ისეთნაირად არის ეს ოლქების რაოდენობა აქ შერჩეული, რომ არჩევნებზე რომ მიდიხარ ადამიანი, მაქსიმუმ 10 ადამიანს, 10 არა, 9 თუ 8 ადამიანს ირჩევ შენი ოლქიდან, როგორც წარმომადგენელს და არ არსებობს ეს არ არის მთლიანი მუნიციპალიტეტი ან მხარე, რასაც დავარქმევთ, არ წარმოადგენს ერთ ოლქს. აი თბილისში მაგალითად იქნება 14 ოლქი და 14 ოლქიდან, თქვათ, პირველი ოლქში აირჩევენ 9 ადამიანს, 8 ადამიანს, მეორე ოლქში აირჩევენ კიდევ ასე და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ოლქების საზღვრები არ უნდა შეიცვალოს, შეიძლება იქიდან წარმომადგენლები შეიცვალოს, მაგრამ საზღვრები არ უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ არ მოხდეს, ასე ვთქვათ, gerrymandering, რომ ამ საზღვრების გადანაცვლება არ მოხდეს იმის მიხედვით, თუ ვის გინდა რომ ხმა მისცენ დღის ბოლოს. ამიტომ ამ მოდელში ესეთნაირად არის, რომ დაცალკევებულია ეს ოლქების მიხედვით და პროპორციულად აძლევენ ხმას. და აი პატარა იმებში რომ გადმოვალ შემდეგ, ხო, აი 25 კაციანი ასარჩევი რომ არის მაგალითად საგერში, აქ იქნება 3 ოლქი. აი ესეთ სისტემა, მოკლედ ამაზე მეც არ გავაგრძელებ. და შემდეგ არის თემის საკანონმდებლო, თუ თემი არის ძალიან პატარა, მაშინ მას ყავს, ასე ვთქვათ, პირდაპირ არჩევნებით მიდის ეს ვაცრავად ცუდით, აი გავალ და გავარჩიოთ. ხო. თემის საკანონმდებლო, ესე იგი, ეს არის პატარა დასახლებები, ქალაქები, ეს თემის ფორმულების ნაწილი აქ არ არის მოცემული, თუმცა შემდეგ მეორე ნაწილში გავარჩევთ ამას. და ესე იგი, რომ წარმოვიდგინოთ მოსახლეობა თემში თუ არის 8000, არის 25 ადგილი, იმის მსგავსად როგორც იყო შუა შრეზე, რეგიონის შრეზე, საარჩევნო ოლქები აქაც იქნება მაგალითად 4 და თუ არის 10000, 25 ადგილი და ასე შემდეგ. ანუ თემის საკანონმდებლობსაც ექნება მსგავსი მიმდევრობა, როგორც განვიხილეთ რეგიონის საკანონმდებლოს ფორმირებაში. და რაც შეეხება მათ აღმასრულებელს, ну ის ამ დოკუმენტში არ არის განხილული, ისიც კენტი რიცხვია და შეიძლება იყოს, თქვა, თემის დონეზე 3 ან 5 ადამიანი და მუნიციპალიტეტის დონეზე აღმასრულებელი იქნება, თქვა, 7 ადამიანი, ისევ როგორც ნაციონალურ დონეზე. და თუ ეს არის 8000 ადამიანზე ნაკლები, მაშინ იქაც სახალხო კრების სახით მოხდება გადაწყვეტილების მიღება. ისევ როგორც კანტონის დონეზე. მოკლედ ეს არის ეს ნაწილი, შეგვიძლია ახლა ამაზე კომენტარები გავაკეთოთ და თქოთ რომ შემოვიფარგლოთ დროით ამის გარშემო, რადგან კიდევ ერთი მოდელი მინდა შემოგთავაზოთ, რომელსაც მე რას დრო გადის უფრო მეტად უჭერ ხარს. ან თუ გადაწყვეტთ რომ ჯერ ის გავარჩიოთ და მერე ორივეს დაუბრუნდეთ, ეგეც შეგვიძლია გავაკეთოთ. ისმენთ. ჯერ გავარჩიოთ მაშინ, რა ვიცი, ამ სამი თემა არის, სამი სხვადასხვა თემა არის და
ოკეი. ანუ ორი უკვე თქვი თუ გინდა მესამეც იყოს თუ გინდა ესენი გავარჩიოთ და მე შემდეგისთვის გადავდოთ ის ეს თემა გვაქვს, ამ ჩაწერაში ეს თემა გვაქვს, თლიანად მუნიციპალიტეტების თემა და ან დეცენტრალიზაციის და არა, პირველიც ქონდა, ცენტრალურიც ხო ქონდა. ხოსტურა გავიგე, ის ხო პირველი ცენტრალურის ის იყო წარმომადგენლობა. კი ბატონო. მასედნაირად ანუ ორი თემაა და მესამეს მე მგონი ვერ მოვასწრებთ. ეხლა მარტივად დავამთავრებ იმასაც და ეს პატარა ჩანაწერი იყო და მოიცადე მეორეს მესამესაც გავაზიარებ. და ეს არის თუ არ ვცდები ეს ჩართავ და ნახავ. ზედე არ გამოვიდა თავიდან ვიზავ. ხედავთ? ჩანს რუკა. ჩანს რუკა. ეს რუკა არის მე ნუ ვიკიპედიაში მომნახე ეს ინფორმაცია. არის 21 წლის როგორ გადაანაწილეს მათ თავისი დეცენტრალიზაცია როგორ გავაკეთეთ. ეს რუკა ქონდა ხო სოსო შენც ხო? კი, ეგ მქონდა. და ანუ აქ როგორ არის უყურეთ ეს დეცენტრალიზაცია გაკეთებულია როგორც ჩანს ამაზე საკმაოდ კარგად იფიქრეს და ისეთნაირად არის გაკეთებული რომ გაერთიანებულია მთელი რიგი მუნიციპალიტეტები ახლა რაც ჩვენ აი ამ ტერიტორიაზე გვაქვს ამას მე მიუთითებ იმიტომ რომ აი ეს არის პრობლემური ნაწილი რადგან ვასილ ეს მაზრები არის რუსეთის იმპერიიდან კარგად უნდა გადავამოწმო მე არ ვარ ჩახედული მაგრამ საზღვრები არ შეუცვლიათ ანუ ეს იყო საპოლიციო მმართველობის ნახელისთვის იყო ეს იყო სწორედ იმპერიის საპოლიციო მმართველობისთვის უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი და სანამ შენ რაღაცა სიტყვი ხო თუ შეიძლება დამაცადე რა ესე იგი აქ როგორ იყო საქმე რომ რამოდენიმე მართალი ხარ რუსეთის იმპერიის დროს იყო ესენი მაზრები მაგრამ უფრო მეტი მაზრა იყო აქ ვიდრე არის ამ რუკაზე წარმოშენილი და რამოდენიმე მათ რომელიც პატარები იყვნენ ისინი გააერთიანეს და მიიღეს აი ესეთი რუკა როსიდან იყო როგორ იყო ასე შემდეგ მაგას თავი რომ დავანებოთ ქართველებმა თვითონ იფიქრეს მაშინ დეცენტრალიზაციის რუკაზე და აი ასეთი ვარიანტი შემოგთავაზეს მე არ ვამბობ რომ ეს არის თქვათ ის რომელზეც მაინდა-მაინც ჩვენ უნდა გადავილოცოთ პირჯვარი მაგრამ ვამბობ რომ ასეთი ვერსია ვიღაცამ იფიქრა თავის დროზე გუნდმა რომელიც საკმაოდ ესეთი ბევრი იყვნენ და ჭკვიანი ხალხი იყო არ არის აუცილებელი აბსოლუტურად იმეორებდეს ამას მაგრამ შევხედოთ ამას იქნებ ასეთი რაღაც გვინდა რომ გავაკეთოთ და რას გულისხმობს ეს რომ ის პატარ-პატარა მუნიციპალიტეტები რომლებიც ახლა არსებობს არის მოქცეული უფრო დიდ კონგლომერატში რომელსაც არ ვიცი აქ რა შეიძლება დავარქვათ ამ მხარეს მაგრამ შეიძლება ყაზბეგის მხარე დავარქვათ ან რაღაც ხევსურეთის მხარე თუ როგორც გადაწყდება ეს მაგრამ პოპულაცია აი აქ მე ზუსტად ვერ გამოვთვალე მაგრამ რა თქმა უნდა იქნება 8000-ზე უფრო მეტი რომელიც სასურველი რიცხვია ვიდრე თქვათ 4000-ები და 3000-ები რომელსაც დღეს გვაქვს საორიენტაციო თითოეული მათგანი 100000-ზე მეტი ნამდვილად არის ხო და კარგი ის არის რა აი აქაც როგორ იშლება ეს თითქოს მხარეებს რო გაუყვები საით მიდიხან აი მესტია და ზუგდიდი ერთად არ არის გაერთიანებული მაგალითად რომელიც მე საერთოდ უაზრობაა ну აი აქეთა არ არის უაზრობა ხალხო ანუ აგიხსნით რატო არის არ გინდათ გაიგოთ რატო არის რატო არის იმიტომ რომ მე არ ვიცი მას შევხედოთ რა ჯერჯერობით ეს უაზრობა არის თუ არ არის თვითონ ადგილობრივ პოპულაციასაც უნდა ვკითხოთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა გადავალ იმ ნაწილზე თუ ეს რუკა როგორ უნდა განვითარდეს საერთოდ აქამდე ან მსგავს რაღაცამდე როგორ უნდა მივიდეთ და ამას შევხედოთ ესე იგი ამ დოკუმენტს ქვია რეგიონული და მუნიციპალური დელიმიტაციის სტრატეგიული გეგმა, ანუ როგორ უნდა განხორციელდეს აი ეს დელიმიტაციები ან დემარკაციები ერთმანეთისგან. ეს გეგმა ასახავს რეგიონებისა და მათი შემადგენელი მუნიციპალიტეტებისთვის ახალი ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის
სამფაზიან ტექნიკურ და სამართლებრივ პროცესს. აქ, როდესაც ვახსენებ მუნიციპალიტეტს, აქ გულისხმობ ყველაზე დაბალ ნაწილს, რომელსაც რეალობაში უნდა ერქვას მუნიციპალიტეტი, ანუ თემი. ასე რომ რეგიონულს ვეძახი უფრო იმას, რაც აი ამაზე ვხედავთ და შიგნით იქნება კიდე მრავალი პატარ-პატარა მუნიციპალიტეტები, რომელიც კლასიკური მუნიციპალიტეტის განსაზღვრების მიხედვით არის მიდგომა. პირველი ეტაპი არის საზღვრების ეროვნული კომისიის დაარსება. ეს იქნება ფუნდამენტური ნაბიჯი, არის დელიმიტაციის პროცესის პასუხისმგებელი, დამოუკიდებელი და ტექნიკური ორგანოს შექმნა. იქნება დაარსდეს ნეიტრალური საზღვრის ეროვნული კომისია. ეს მანდატი იქნება მეცნიერულად გამოიკვლიოს და შეადგინოს ყველა რეგიონისა და მათი შიდა კომუნების საზღვრების ოფიციალური რუკები. ან ორ შრეს აკეთებს. ერთი არის მხარეების, ან რეგიონების და მხარეების დემარკაცია ერთმანეთთან და რომელიც 21-ში გააკეთეს და მეორე იქნება რომ შიდა კომუნების საზღვრების ოფიციალური რუკები რო შედგეს, რაზეც აგერ სოსომ წარმოგვიდგინა თავისი ხედვა წინაზე. შემადგენლობა ამ კომისიაში უნდა იყოს გეოგრაფები, კარტოგრაფები, урბანული დამგეგმარები, იურისტები და ისტორიკოსები და ეს ჯგუფი უნდა შეიკრას, პარტიული ჯგუფი, რომელიც რომ ამ საკითხებს განეხილავს და რაღაცა პერიოდი ექნება დათქმული, რომ წარმოადგენენ თავის შემოთავაზებას ამის გარშემო, რა თქმა უნდა, ხალხთანაც უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გარჩევა და მათი ფიდბექის აკრება. შემდეგ იქნება მეორე ეტაპი, დელიმიტაციის პროცესი და სახელმძღვანელო პრინციპები. უნდა იყოს რა რეგიონული სტრუქტურის სახელმძღვანელო და მერე არის კომუნების საზღვრების პრინციპები ქვეშ. ეს არის საერთო რაოდენობა, ქვეყანა დაიყოფა 15-დან 30-მდე რეგიონად, და ამას ექნება მხარე, კანტონი დავარქვა თუ რაც დაერქმევა ამას. ანუ მუნიციპალიტეტების რაოდენობა შემცირდება 60 რაღაციდან 15-მდე ან 30. გესმის სოსო ახლა? სოსო გესმის? ჩემთან უწყვეტად მოდის. გავაგრძელებ. ანუ საერთო რაოდენობა იქნება მხარეების 15-დან 30-მდე, რომელიც მსგავსია იმისა, როგორც არის მაგალითად შვეიცარიაში, რომელიც არის იგივე ტერიტორიის, რაც საქართველო, მეტნაკლებად და ანუ ეს არის სასურველი რიცხვი, მოკლედ. თითოეული რეგიონი უნდა მოიცავდეს მინიმუმ 5000 მცხოვრებს, ანუ მოთხოვნა უნდა იყოს ესეთი, თუ იქნება ვთქვათ 8000, 10000 და ასე შემდეგ, მით უკეთესი. ანუ იდეა ამ მუნიციპალიტეტების, დღევანდელი მუნიციპალიტეტების გამსხვილების არის ის, რომ პოპულაცია თითოეულში იყოს უფრო მეტი და ეს მისცემს მათ საშუალებას, რომ იყვნენ თვითშენარჩუნებადი, ანუ self-sustaining, რომ გარედან დახმარება მუდმივად არ დაჭირდეთ. და ისტორიული კონტექსტი აქ მითითება მაქვს ამ რუკაზე, რაც ქვევით განახეთ, რომ კომისიამ როგორც თავმა ისტორიულმა წყარომ და გაითვალისწინოს 1920 წლის დემოკრატიული რესპუბლიკის რუკა. ეს იმიტომ იწერია აქ, რომ ეს არის ის პრეცედენტი, როდესაც ასეთმა მსგავსმა კომისიამ ადრე იმუშავა და მივიდა იმ დასკვნამდე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. შემდეგ არის კომუნის საზღვრების პრინციპები. ეს იქნება 4-ეტაპიანი პროცესი. ეს იქნება რეგიონის შიგნით მუნიციპალიტეტის დონის კომუნების დასადგენად, ანუ დემარკაცია როგორ მოხდეს. და არის რამოდენიმე ეტაპი. ეს არის მუნიციპალური ბირთვის იდენტიფიცირება, ქმედება, არის რომ ყველა პირველადი დასახლებული პუნქტის მუნიციპალური ბირთვის იდენტიფიცირება. ანუ და მოხდეს, რომ სად არის ესეთი პუნქტი, სადაც მინიმუმ 500 კაცი ცხოვრობს და მოვნიშნოთ ეს ადგილები და შემდეგ მათ გარშემო უნდა შედგეს დამატებითი დასახლებების შეკრება იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მუნიციპალიტეტი და მუნიციპალური ცენტრი იქნება სწორედ ეს 500 კაციანი მოსახლეობა.
ქმედება იქნება მცირე სოფლებისა და იზოლირებული დასახლებების დაჯგუფება იმ მუნიციპალურ ბირთვთან, რომელთანაც ისინი ყველაზე მეტად ფუნქციურად არიან დაკავშირებული და სწორედ ეს კომისია და იქ მაცხოვრებლები დაეხმარებიან ამის გაანალიზებაში. შემდეგ არის ეს კავშირი განისაზღვრება მონაცემების ანალიზით, მაგალითად ტრანსპორტი, სერვისები და სიცოცხლის უნარისესი არის ესე რომ ახლად ჩამოყალიბებული მუნიციპალური კლასტერი, ბირთვი პლუს მიერთებული სოფლები საერთო მოსახლეობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1500 ადამიანს. ანუ 500-იან ბირთვთან უნდა იყოს ასევე მიმული სხვადასხვა ნაწილები, სხვადასხვა სოფლები და ასე შემდეგ, რომლებიც საერთო ჯამში უნდა წარმოადგენდეს არანაკლებ 1500 ადამიან დასახლებას. შემდეგ ეს იმისთვის რომ პოლიტიკური და ფინანსური სიცოცხლის უნარიანობა უზრუნველყო. ასოციაციის პრინციპების გამოყენება მიწის მიკუთვნება. ქმედება უზრუნველყოფა, რომ არც ერთი მიწა არ უნდა დარჩეს მიუკუთვნებელი. ანუ, როდესაც დავხედავთ მთელს რეგიონს, ის უნდა დაყოფილი იყოს მთლიანად არა მხოლოდ ასე ვთქვათ, დასახლებული პუნქტები უნდა იყოს აღნიშნული და რაღაც სარიელი მიწები მათ გარშემო, არამედ მთლიანი ტერიტორია უნდა იყოს ათვისებული და გადანაწილებული ამ თემებზე. ყველა დაუსახლებელი ტერიტორია, მთები, ტყეები, უნაყოფო მიწები უნდა მიეკუთვნოს უახლოეს ან ყველაზე ხელმისაწვდომ მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტი, როგორც თქვი, არის ეს თემი, ყველაზე დაბალი ნაწილი. საზღვრის ტიპი, ამ ადგილებში საზღვრები, როგორც წესი, უნდა მიყვეს მკაფიო ბუნებრივ ხაზებს, როგორიცაა წყალგამყოფები, ამ მთების ქედები და აი აქ არის უფრო მეტად ნახსენები ამაზე. მუდმივი მკაფიო და ლოგიკური საზღვრების გავლება, პრიორიტეტების იერარქია, არის კომისია უპირატესობას მიანიჭებს საზღვრებს შემდეგი თანმიმდევრობით. ბუნებრივი, მაგალითად დინარეები, ნაკადულები ან ქედები, ხელოვნური, ძირითადი მაგისტრალები ან სარკინიგზო ხაზები და საკადასტრო, შემდეგი ეს არის არსებული რეგისტრირებული ქონებრივი ხაზები თუ სხვა მკაფიო ხაზები, რომელიც პირველში და მეორეშია არ არსებობს. ანუ ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ ვიღაცას აქვს იქ რაღაც ტერიტორია და ჩვენ ხაზი გადავუშვით შუაში და მეორე უნდა გავარკვიოთ, რომ ის ტერიტორიის რაღაცა ნაწილს ამ მუნიციპალიტეტში ტაქსავენ, ანუ ბეგრავენ და მეორე მხარეს სხვაგან და ანუ სხვადასხვა წესები ეხება. რაღაცა პრინციპებს უნდა მიყვებოდეს და საჭიროა რომ პირველ რიგში თუ ბუნებრივი არსებობს, ხელოვნური და შემდეგ საკადასტრო. და შემდეგ საბოლოო ეტაპი ეს არის ამ ყველაფრის დაკანონება. სრულდება, პროცესი სრულდება ერთიანი სრული და ოფიციალური რუკით, სადაც ქვეყნის ტერიტორია მიკუთვნებულია კონკრეტულ მუნიციპალიტეტს კონკრეტული რეგიონის ფარგლებში. და ეს რუკა წარმოდგება ეროვნულ კონგრესს ან პარლამენტს და შემდეგ შევა ზალაში. აქ დავამთავრებ და გავხსნი შეკითხვების საშუალებას.